გურჯაანის ტექნოპარკში 2023-24 წელს წარჩინებულ კურსს დამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, საპატიო ჯილდოს მფლობელთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე წარმატებული სტუდენტია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. Მინდა მიულოცო ახალგაზრდებს ეს მნიშვნელოვანი მათი შრომის დაფასება, მიულოცო მათ მასწავლებლებს, მიულოცო რა თქმა უნდა ოჯახს, მშობლებს, იმიტომ რომ ეს ყველას ერთად შრომის აღიარება, ყველას ერთად შრომის დაფასება, მინდა წარმატებები უსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე, სტუდენტობა ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრების და შესაბამისად ბევრი წარმატებები მინდა უსურვო ჩვენ ახალგაზრდებს, რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ახალგაზრდა, რა თქმა უნდა ეს ქვეყნის სიძლიერეა, ეს რაიონის სიძლიერეა და მინდა ვისურვო ბევრი ასეთი ახალგაზრდა და ბევრი წარმატებები გურჯაანს და გურჯაანელებს. სასიხარულოა რომ დღეს 47 ოქროს და 14 ვერცხლის მედალოსნებს გადავეცით ჯილდოები. წარმატებები მინდა უსურვო ახალ ეტაპზე გადავიდნენ ისინი ცხოვრების. მათია დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი და წარმატებებს უსურვებ. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო მასწავლებლებს, იმიტომ რომ მათი დამსახურებაც არის ამდენი მედალოსანი რო ყავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მშობლებს მინდა მადლობა გადაუხადო, რომ მათი უძილო ღამეების შედეგია ეს ყველაფერი. 61-მა ახალგაზრდამ მოინკა თავისი შრომის ნაყოფი და დღეს მათ გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის სინჯლის მედლები. 47 ოქროს მედალოსანი ყავდა, 14 ვერცხლის სინჯის. ეს მნიშვნელოვანი დღე, ღრმად ვარ დარწმუნებული, კიდევ ერთხელ იქნება მათთვის мотиваცია მომავალი წარმატებებისათვის. ძალიან გახარებულები ვართ, მინდა ყველას მოგილოცოთ ოქროს და ვერცხლის მედლის აღება და წარმატებები მინდა გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შევიტანთ წვრილს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.